Я в Тбилиси воровали мало, а потом ჟენიერია. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ჩანგალი. თუ შეიძლება გამოიწერეთ ჩვენი არხი და ალაიქეთ ეს ვიდეო, გააქტიურეთ ზარისხილაკი და დაგვიწერეთ ცოტა ესეთი კომენტარები რა. ცოტა გაგვისწორდეთ ბიჭებს. და ცოტა დაჯმის მერე გოგუებსაც გაგვისწორეთ თუ შეიძლება. ადვოკატებს სასამართლოში შეიძლება მობილური შეტანა აეგრძალოთ. აეგრძალათ უკვე ჩვეულებრივ ადამიანებს და ჟურნალისტებს. საერთოდ ორი გაისად უკვე იგეგმება, რომ საქმის მასალების შეტანა აეგრძალოთ ადვოკატებს სასამართლოში. 2027-დან უკვე თვითონ ბრასლეტი გაუკეთებათ ადვოკატებს ფეხზე და 200 მეტრში ვინც მიუახლოვდება სასამართლოს, უკვე თავისი სასამართლო ექნება. მაგრამ ადვოკატები ხო დაგჭირდება და იმასაც არ ექნება სასამართლოსთან მისვლის უფლება და არ ვიცი რა საპირებთ მოკლედ რა. მაგარი ქვეყანა ვართ რა იობანავროთ. უხდება ეს რუსული აქცენტი ამ ჩვენ ქვეყანასა შეეცი თუ გინდა. უფრო მაგარი იდეა მაქვს. ყუთების მაგივრად რაც იქ დააყენეს თვითონ ტელეფონების შესანახად პირდაპირ ლომბარდი რო გავაკეთოთ. მიხვალ, შეგაქვს ტელეფონი, კაი სინჯით იტოვებენ ტარების უფლებით, გამოდიხარ უკან. შვენიერი იდეა, იმას ვერტყვი რომ აბსურდი იქნება ამ ქვეყანაში. სფერო ჰოლდინგის მფლობელი თაღლითობისთვის დააკავეს და დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ჩემი დაკავება არ შეიძლებაო. დახურული სივრცის შიში მაკო. და ეს ბორკილები ძალიან არ მიდის ჩემს მანზეო და გამოუშვით კაცი, ლეგიტიმური მიზეზები აქვს. ისი ვარა. ერთხელ ვერ ჩავამთავრე. დააკავეს ხაშურის მერის მოადგილე 5 მილიონი ლარის მილების მოპარვისთვის. რა თქმა უნდა, წინასწარი აღკვეთი ღონისძიება შეეფარდა ადამიანს, იმიტომ რომ მიმალვის საფრთხე იყო. ახლა ეს ამ 5 მილიონი ლარის მილში რო შეძვრეს ერთ ბოლოში, მე სადგინა რა სად გამოძრება გაცმარეს. შეიძლება დაგემალოს. ეხა ამ ხურბას რო ვიტყვი ვიღაც ხაშურელი იტყვის რომ რატო გვაყენებ ბრატ ხაშურელებს შეურაცხყოფას. კაი მე ვაყენებ შეურაცხყოფას და ეს არის ლოცვა გურთხევა ამ კაცმა რა იქნათ ხო? ოკეი, მე აღარ ვიხუმრებ. მოკლედ გამას მებრძოლი საკუთარ დაბადების დღეს თუ რაღაც кейფზე ამ სიმღერას ვღერის და იარაღიდან ისვრის. Я в Тбилиси воровали мало. Ну რა თქმა უნდა იქ თავისთავად აპრავდენია იყო რომ ეს სტარტოვკა იყო ძმაო. რა ვიცი ახლა ჩემი ძმის ნასროლი ბოძიც კვილიშხირი იყო ეგრე მაგრამ რა ვიცი მიუცაზის 2 წელი. ისე გებუაძეს ყოველთვის ქურდები მერჩინება რაც არ უნდა იყოს. ყველანაირი ხუმრობის გარეშე. ჟიზნ ვარამ ბიჭო, რა თქებუაძე. Я в Тбилиси воровали мало. Я в Батуми золотый. ამ გამას მებრძოლის ძმამ რა მოხდაო ან არ დაგილევიათო, ან არ გიმღერიათ რუსული სიმღერა არ მოგისმენიათ, ან იარაღიდან არ გისვრიათო? თან ეს კაცი ყოფილა თბილისის მერობის კანდიდატი ამ გამას მებრძოლის ძმა. რა ვიცი ძმაო, მე ერთ-ერთი იმის თქმა შემიძლია რომ ძალიან ცუდად უმუშავიათ ჩემი ძმის ადვოკატებს, რა კანონები და რა კონსტიტუციას იყენებ, რა ვიცი. თურმე თქვიაგე რომ რა ვიცი ძმაო, აქციაზე არ გასულ ხარ, ბოთლი არ გისვრია, პოლიციელისთვის არ შეგიგინებია და გამოგიშვებენ. რა ის კანონები და რა ის სტრასბურგის მაგალითი. უნდა გაუშვათ ჩვენი ადვოკატები, რა ვიცი, სხვა გზა არ მაქვს. ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციის მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე მღერის თეთრ რაშს, მერაბ სეფაშვილის სიმღერას. როგორც გაირკვა, მაგ დღეს საკეიფოდ ლაშას დაჭირდა, რომ ვიღაცასთან გაეცვალა მორიგეობა თავისივე გარეგნობის ადამიანთან. შესაბამისად, ვინმე თუ 29 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე აქციაზე ლესბიანკა ან პიდარასტი გეძახათ, ეგ ლაშა სალუქვაძე არ იყო, მერაბი იყო სეფაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 0-4. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა ციხეში გადაყვანილი. ეთყობა სხვა მიზეზი იყო რაღაც. მოკლედ სააკაშვილის ციხეში გადაყვანამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, როგორც ვერ მოაგვარა სხვა ვერცერთი პრობლემა. გარდა იმისა, რომ ვივამეთში ერთი ადგილი გათავისუფლდა და ეხლა შეუძლია სხვა მოყუროს ნადირაძის მშვენიერ სახეს. სამწუხაროდ ესპანეთის ნაკრებთან მამარდა გაუვალი კედელი არ იყო. უფრო შავი კარკასი. ლიკა მე მოუსვამ ლიკა ბაგურაძე. და ეს ჩასვი მე სახში. საბადიმროდან გათავისუფლდნენ საბამ მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელის მოხდის შემდეგ. მაგრამ მთელი დღე ჩვენი მხარე და მათი მხარე ხოცების იმას ლაპარაკობდა, რომ მაცივარი და ტელევიზორი როგორ გამოიტანეს ციხიდან. პურისგან ქონდათ ბრატ გაკეთებული თვითონ და გამოიტანეს, რა პრობლემაა? მიდი და მოთხოვე. Я в Тбилиси воровали мало, а потом me посадили в тюрьму. ამ ბიჭების გამოშვების დღე ერთ-ერთი უიშვიათესი და უსამარცხინოესი დღე იყო იმათ შორის, როცა ჩვენი განსჯა და შალვა რამიშვილის და თეატრულუკიანის განსჯა ერთმანეთს ემთხვეოდა.
სავარაუდოდ თია წულუკიანი ამ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნის, რატომ გამოვიტანეს მაცივარი და ტელევიზორი ბიჭებმა ციხიდან. სავარაუდოდ მაცივრის გამოტანაზე შექმნის თია კომისიას, იმიტომ რომ ტელევიზორი არ ჩანდა პრედმეტი ფიზიკურად სიმონ იაშიკში იდო გესმის და ასე აპრავდალა всё бывший министр юстиции. ჯიზვარა ჩემი კარგი. სივარავალნი მალა. სხვადასხვა ჩემს ძმაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, ციხიდან ვერაფერს ვერ გამოვიტანს, 3 აზიდვა ვერ გავაკეთებინა წელიწადია. ფიზიკურად არ აწევს იქიდან არაფერს. ტრაკის აწევა შეიძლება დაეზაროს იქიდან რომ გამოვიდეს. სხვადასხვა ჩემს ძმას ერთხელ შევთავაზეთ, რომ ფულს ჩაგირიცხავთ და თუ შეიძლება ციხეში PlayStation-ი გაამწვენ და იყიდეთ, ხო და არ მინდა დომინო გვაქვს. არ ვიცი რატო უშლე ერთმანეთს ხელს PlayStation და დომინო. მაგრამ რა ვიცი, შეიძლება ჩემაც მოგეთ დომინო გამოიტანოს ციხიდან და ჩოთქის ანგარიშო. მაგაზე ნუ გამოეგიდებით. საქართველოში არაბული ინვესტიციის შესახებ ყლეების აზრი ორად გაიყო. ფალავანდიშვილმა უცნობა და გოგა ხაინდრავამ რა მოხდაო? მე 300 წელი იყვნენ არაბები თბილისში, მაგრამ არაფერი არ მომხდარაო. ისე ვართ ქართველებიო. აგერ შენინოთ არაბული რიცხვებსაც ვიყენებთ. იქეთ ზურამ ახარაძემ და ალტინფომ არასწორიაო ეგრე ამდენი არაბის შემოსვლა საქართველოშიო. მე ამ შემთხვევაში ზურამ ახარაძის აზრს ვერ გავითვალისწინებ, იმიტომ რომ კაც 3 კვირის წინ ქონდა ინსულტი და ხუევოზნაი და ასლა ბაგაკობს და ამდენად სწავს. ნუ ზურამ ახარაძეს ყველანაირი ხუმრობის გარეშე რა თქმა უნდა ჯანმრთელობას უსურვებ, ნუ არაბების 300 წლიან მმართველობამ ვერაფერი დაგვაკრო და შენი 80-85 წლიანი სიცოცხლე რაყლეს მოგჩანს მართლა არ მაინტერესებს. გოგა ხაინდრავამ რა წერია მაგ კონტრაქტში არაბებთან რაში გაინტერესებთო და რავი მე ვენდობი გოგა ხაინდრავას. შენ არ ენდობი? რა ვიცი. რატო უნდა მოგვატყუოს? საერთაშორისო ამბები. Международные. სტამბოლის და თუ ვინმე 600 მეტი წლის ხართ კონსტანტინოპოლის ყოფილ მერს ექრემ იმამოღლუს საერთო ჯამში თავისი ბრალდებების გამო შეიძლება 2430 წელი მიესაჯოს. არ ინერვიულო ექრემ ის 9 თვე წინასწარი გეთვლება და სააპელაციო სავარაუდოდ გაგინახევრებს. ისე მაგარია რო იხდის საჯელს იხთიქი და 1400 რაღაცაზე რო ხარ და ვიღაცას რო თვლა აერიოს და თავიდან რო გიწევს. აუ ბიჭო 2420 წლის მისჯარა ჯანდაბაა, რავი, თქვენი რელიგია არ არსებობს, მაგდენი ხანი თქვენი სახელმწიფო, შენ სახელმწიფოზე არსებობაზე მეტი რანაირად შეიძლება ადამიანს მიუსაჯო, ან რისი იმედი გაქვს. მაგრამ ჩვენი მართლმსაჯულების პატრონი მე თქვენზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. საკმაოდ სამართლიანი გადაწყვეტილებაა ჩვენი გადმოსახედიდან. დონალდ ტრამპს ცნობილ სკანდალურ ფაილებში ჯეფრი ეპშტეინი უსაშინლეს ადამიანს ეძახის. ანუ რა აქვს ტიპს ნაკეთები არ ვიცი. მაგრამ პედოფილი რო საშინელ ადამიანს გეძახის არ ვიცი მეტი რა უნდა დაგემართოს. ეგ იგივეა ხარებამ რო თქვას ვიღაცაზე რომ მაგარი მოძალადია ეგ ტიპი სიმონ ვერ ვიტან. ამ ბიძინამ რო თქვას რომ მაგარ ყლი ანეკდოტებს ყვება ეგ ყლი ანეკდოტებს. აშშ-ის საქართველოს ელჩის თამარ ტარლიაშვილის ქმარი თურმე დასანქცირებულ რუს ოლიგარქებს სანქციებისთვის გვერდის ავლას ეხმარება. რა ავარდებით ხოლმე ეგრევე იქნება კაცი სტაიანში გია პროსტა და ისე ეხმარება. აქედან მოდი, აქედან მარჯვნივ აიღე, არიდებული ხარ. კარგი, დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი ჩანგალი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და ქურდულები დაგვიკომენტარეთ სიმონ. იავტბელესი ვარავალნი მალა. Bravo, bravo.